მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით, რას იტყვის ყავა ტაროსთან ერთად. მოკლედ, გოგოებო, ბიჭებო, თქვენ არ მიწყინოთ ხოლმე ძალიან ცოტა უყურებს ყავას და მოდი ჩავწერ გოგოებისთვის და შემდგომ უკვე გავაკეთებ, გადავწყვიტე, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი გამომწერები მყავს, მერთმა გვამრავლოს, ოჯახი გავიზარდეთ, ბევრი ახალი დაგვემატა და მომავალ ჩაწერაზე გავაკეთებ ორ ვარიანტს, გოგოებზეც და ბიჭებზეც, ხო? აი ესეთი თემა იქნება. გოგოებო, ეხლა ვნახოთ აბა ჩვენ, ხო? დავიწყებ ტაროთი. ეს ეხება შეყვარებულებს, ეს ეხება ერთად რო ცხოვრობთ, ეს ეხება ერთად რო არ ცხოვრობთ, ეხება ცოლ-ქმარს, შეიძლება ერთად ცხოვრობთ, მაგრამ ადამიანი ინდივიდუალურია, ხო? აი მისი პირადსაც გავიგებთ, ხო? ან წასულია და რა ხდება, რა ფიქრები აქვს, რა მიზნები აქვს, გული, თავი, მოქმედებები. ნახოთ აბა სამყარო რას გვეტყვის. მადლობა თითოეული ყველას ლარისთვის, დაგვემატა ესეთი ანგელოზი, კერამიკა, ეს დაბარებული მქონდა და ჩამომივიდა საზღვარგარეთიდან, ეს უკვე შელოცვილია, დალოცვილია, მეტესხის ეკლესიაში წავიღე, ღვთისმშობლის ეკლესიაში და მე რო ზეთი მაცხეს ჩათვალეთ, რომ ეს უკვე მაგრად უშველის ჩვენს რიტუალებს და გაშლებს. ნახეთ რა ლამაზია. გაიცანით ნინია. ხუმრო. ხო, აბა დავიწყოთ ახლა გოგოებო. ამასობაში არ დაგავიწყდეთ, სტუმრებო, გამოიწერეთ არხი, მეორე არხიც მაქვს, ლინკს დავდებ მეორე არხისთვისაც და იქაც ვდებ ხოლმე გაშლებს. იქ მხოლოდ გაშლები და ყავაა, საჯარო ტარო და აქეთ ორივეა შერეული, მაგრამ ნელ-ნელა ძველ გამომწერებო, ახლებო, აი კარგად ვიმეორებო და აიმახსოვრეთ, იქითაც ნახეთ ხოლმე, ნელ-ნელა გადავიტანოთ იქეთ ორი არხი, რომ ცალკე გაშლები იყოს, ცალკე რიტუალები, რომ ადვილად მოძებნოთ ხოლმე თქვენთვის შესაფერისი და საჭირო რიტუალი. ჩაიფიქრეთ თქვენი მამაკაცი და პირველი ამოვიღოთ ახლა მისი რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში. აბა ვნახოთ. ათიანი კვერთხები. ეს ახლა ან გამგზავრებულია, ან შორს არის, ან სხვა ქვეყანაშია, ან უწევს სამსახურიდან სხვა ქვეყანაში ყოფნა, უყურეთ. სიარული უწევს, უყურეთ, სიარული. ან თქვენთან არის, ან დასთან არის, ან ნათესავთან არის, ან გოგონათესავს უგულისხმობ, ხო ხდებით? ან ერთად ხართ სადმე და მოგზაურობთ, ან ერთად გიწევთ მოგზაურობები, აი დიდი ცვლილებები ამოდის, მინდა გითხრათ, კარგი, დიდი ცვლილებები, რადიკალური ცვლილებები. კარგით, ძალიან კარგია. მოდით ახლა ვნახოთ, სხვათა შორის დღეს ლარნაკი გადამივარდა, ძლივს დავიჭირე და მოდით ვნახოთ, დავიწყებ ამით. აი პირდაპირ ამოვიდა გასაღებიც და G100-ც, უყურეთ, როგორი გასაღებია, აი G100 და გასაღები ამოვიდა ჩემო მეგობრებო. აქ ამოვიდა ეტყობა ანგელოზმა იმოქმედა, რომ შევიძინე, აი აქ ამოვიდა, ნახეთ, გასაღებები გეხსნებათ, უყურეთ ახლა. აი ბევრი მოქმედებები, სისწრაფე, დაჩქარება, მატარებელი ხო ჩქარია, ხო ხდებით არა? რაღაცის რაც შეყოვნებული იყო და არ კეთდებოდა, აი ამ ვიდეოს ყურების მერე ამოქმედდება თქვენი მამაკაცი. ასევე უყურეთ როგორ არის ანგელოზს უჭირავს თვითონ G100-ც და თვითონ გასაღებიც. მიხვდით ხო? ახალი ვარიანტებია, ახალი
კარიერა, სამსახური, სახლი, მის ან თქვენ ცხოვრებაში ერთად ვინც უკვე წარმარა რო არ ვახსენო, ხო ხვდებით არა? გადაათამაშეთ თქვენ თავზე, ჩემო კარგებო და უყურეთ. მაგრამ რა ხდება აქ, იცით? აი ეს რაღაცა პატარა რკალი მაინც უშლის ხელს, აი რითი გაჩვენოთ ახლა დამრჩა ერთი წუთით. ხელები რო არ ვაფათურო, სანთლით გაჩვენებთ, ხო? აი უყურეთ, მაინც ჯერ ვერ გამოდის აი ამ სიტუაციიდან, ესე იგი, იმიტომ რომ ნახეთ, ფეხები აქვს. უყურეთ, საქმეს აქვს ფეხები. მაგრამ ეურივე ერთად კი არ მიდის. ერთი იქეთ მიდის, მეორე აქეთ მოდის. ესე იგი, ან ცალ-ცალკე ხართ, ან ესეთი მდგომარეობაშია ახლა მამაკაცი თქვენი, ან ორი ოჯახიც ყავს და ან პირველი ოჯახი ყავს და თქვენთან შეიძინა მეორე, მოკლედ აქეთ იქეთ არის. ან კიდე ვიტყვი რომ თქვენ იქეთ საქმეზე ხართ ქვეყანაში, აქეთ ეს მიხვდით ხო? ან ერთ ქვეყანაში და სხვადასხვა ქალაქებში. აი ესეთი თემა ამოვიდა, მაგრამ გამოდის სიტუაციიდან. կ-ასო ამოვიდა, ვიღაცა ν-ასო ამოვიდა, ნატო ამოვიდა, ტატა ამოვიდა, ტ-ასო ამოვიდა, თ, ანუ თც შეიძლება იყოს თამარი ან თემური, მიხვდით ხო? თამარი არ ვიცი რატო თქვი, უნდა მეთქვა. ეკლესიები ამოვიდა, ზოგ ვარიანტში აქ ან მორწმუნეა მამაკაცი, ან ამას ამბობს რომ დიდი აი არწივი, დიდი სიძლიერე, აი უყურეთ აქ ურჩხული ნახეთ, აი აქ როგორი დრაკონის პირით არის, აი აქ და ესეთი ჩხუბობს და აქ ნახეთ არწივი, ესე იგი შველის ამ სიტუაციას სამყარო აგზავნის. აი აქ უყურეთ ეკლესია არის ერთი თავი, ორი თავი და შიში ამოვიდა, კურდღელია, იცით რა არის? რაღაცის შიში აქვს, ან გქონდა შიში და აი ამის ნაბიჯის გადადგმას ეშინია, აი თქვენთან ურთიერთობაში, საქმესთან ურთიერთობაში უყურეთ, აქ 21 რიცხვით წერია, შეიძლება 21-ში ან მოხდა რაღაცა, ან დაბადების დღე ან დაბადებულია, ან 21 რიცხვიდან, ან 21 დღის შემდეგ, ან 21 დღეში რაღაცა განხორციელდება. ეს უნდა ქოლგა კია გაშლილი, მაგრამ იცით რა, დაკეტილია და უნდა იყოს გაშლილი, მიხვდით ხო? რომ აი ცოტა გააკლია რაღაცა თქვენს შორის, რომ აი ეს ნაბიჯები შეერთდეს უკვე წინ მიდის საქმე. აქ ბატკანიც ამოვიდა, ვინმეს თუ გაქვთ შეპირებული ან თქვენ მამაკაცს აუცილებლად უნდა მასქნას შეწიროს და ხო, შეწიროს. აქ ამოვიდა ახლა რა იცით, ბევრი თევზებია, ბევრი ჩიტებია, კარიერული ლაპარაკი, კარიერული სვლა, საქმეების მოგვარება, რაღაცა მუხრუჭი, ესე იგი, ან ცხოვრებაში აქვს ძალიან დატორმოზებული, დამუხრუჭებული და უნდა აიდგას ფეხი და აი ეს ფეხი უნდა შეაერთოს, მიხვდით, აი ნაბიჯები ხედავთ, ეს ნაბიჯები, ეს აქეთ-იქეთ არ უნდა მიდიოდეს, ხო? უნდა შეერთდეს. ხო? ან თქვენი ურთიერთობა, ხო? თქვენთან უნდა მოვიდეს. გახლეჩილია ადამიანი, მიხვდით ხო? თუ არავინ არ აყავს არც წინა ოჯახი, არც ის, თვითონაა აქ ესეთი სიტუაცია, რომ ჯერჯერობით, ესე იგი, მაინც რკალშია, მიხვდით ხო? იმიტომ რომ ნიანგს უჭირავს, მიხვდით ხო? იმიტომ რომ აქ კალდუნიც ამოდის, კლასო მარტო ისე არაა, ხო? ინიციალი. ეკლესიაში უნდა მივიდეს აუცილებლად. აქ ჭაღარათმიანი ცოტა ხრებამდე ქალი წევს, მიხვდით ხო? ან დაიღუპა ვინმე, ან ცუდად არის ვინმე, ან ამ ჭაღარათმიან ქალმა გაუკეთა, ხო ხვდებით არა? და ეხლა მიდის ბრძოლა მაგ ადამიანის თავზე, რომ რა ხდება, ნათელი და ბნელი ძალები ერთმანეთს მოკლედ ეომებიან. 30 რიცხვი, აი აქ ამოვიდა ამობრუნებული
ცხრიანი, იგივე 6, არა, ეს ცხრიანია. ესე იგი, როგორ ამოვიდა, იცით? მოდი ესე ამოვატრიალებ, ნ და մ ამოვიდა, ნ და м ამოვიდა და ა ხუთიანიც და ნუ ისა წინააღმდეგობებს უქმნიან, მიხვდით ხო, ხელოვნურად და კიდე ამოვიდა, სულ აი მონეტები აქ ფინანსებთან დაკავშირებული სიტუაციებია, მოაგვარებს და მოგვარდება, აუცილებლად მოგვარდება, მაგრამ ეკლესიაში უნდა მივიდეს, შეიძლება უნდა ეზიაროს, აუცილებლად, ან ჯანმრთელობის პარაკლის უნდა დაესწროს, აი ესეთი თემები ამოდის, ჩემო კარგებო. აქ რუნისებური ნამუშევარია, ვიღაცას აქვს ამ ზოგ ვარიანტზე ნამუშევარი რუნაზე, რო იცოდეთ და მთლიანად ესეთი ხელია, უყურეთ, ხელის გული და ხელი. ესე იგი 5, აი 5 კარგიც არის და მაგიაში არ არის კარგი და ისე კიდე, ესე იგი 5 დღე, 5 თვე მიხვდით ხო, აქ მამაკაცთან ამოვიდა, ეხლა მამაკაცი არ დაორსულდება, მაგრამ მაგის შეიძლება შვილი ყავს, რძალი ყავს, შეიძლება თქვენი გოგოა, ხო? ამოდის ორსულობა. კარგით, ეხლა ამოვიღებ მეორე ტაროს და ჭიქაზე გადავალ. ეხლა მისი ფიქრები ვნახოთ, აბა ფიქრები ვნახოთ, თქვენი მამაკაცის, ხო? აქ რა არის, იცით, უყურეთ, აქ რომ დგახართ თქვენ, ხო? ან ვისთან ერთადაც დგას, უკან მამაკაცი ელოდება კიდე, უყურეთ, აი რაც ლარნაკზე ამოვიდა, რაღაცა აქ დასამთავრებელი, რაღაცა, ან მეგობარი ეხმარება, ან ვიღაცა, აი ლოდინის რეჟიმი უნდა დაამთავროს, უნდა გადადგას ნაბიჯები და ეს იქნება, აუცილებლად იქნება, კი, აუცილებლად იქნება. ნუ, ახლა მისი ფიქრები, აი როგორ არის, უყურეთ, აი, თქვენ თვითონ ახლა რო არ ავხსნა, თავისი თავი აქვს ამოყირავებული, ჩამოკიდებული, იცით რა არის? ეს ახალ ნაბიჯებსაც ნიშნავს, მაგრამ ესე იგი იმდენად აქვს, შეიძლება თავის ტკივილებიც აქვს, არ გამოვრიცხავ, სისხლი ხო თავში აწვება, არტერიული წნევები ადის, ჩადის, ამასაც მეუბნებიან, ასევე უძილობა. მოკლედ, იცით როგორ არის, მისი ფიქრები არის რადიკალურად ამოყირავებული, ხო ხდებით არა? ეს ახალ ნაბიჯსაც ნიშნავს, შეიძლება მოიფიქროს, რაღაცა გადაწყვიტოს უცებ და ჩამოიხსნას თავი, მაგრამ შეიძლება არ ჩამოიხსნას და ჯერჯერობით ესია გაჩერებული, აი მის ფიქრებში. ეხლა აბა ვნახოთ ლარნაკზე, რა არის მისი ფიქრები. ნუ, ეხლა გეტყვით, ეს არის ისევ აი უყურეთ, როგორც ტაროში ამოვიდა, ჩამოკიდებულია, აი თავისა და აქ, ზუსტად ანალოგი. წარსული. ესე იგი, წარსულიდან უნდა გამოვიდეს რაღაცა აქ დასამთავრებელი და უნდა დაამთავროს აუცილებლად. შეხვედრა ექნება ისევ, აი ხო ვთქვი, აქ უკან ვიღაცა კაცი ელოდება მეთქი, ხო? ხო ვთქვი აქ, აი, უკან კაცი ელოდება. შეხვედრა ამოვიდა, გენაცვალე, აი ამ მამაკაცთან ერთად, რაღაცას თვითმფრინავი ამოვიდა, ვერტალიოტსაც ხედავ მე აქ სერიოზულად, დაჩქარებული სიტუაციები ამოდის, მაგრამ ეს ჩქარა უნდა წამოვიდეს, ეს უნდა დადგეს სწორედ, რომ ეს ამოყირავებული სიტუაციები გამოასწოროს, მაგრამ რახან ჩემი სიტყვა მართლდება, მოდი ვიტყვი ესე, რომ რეზონირდეს თქვენზე, რომ აუცილებლად გადადგავს ნაბიჯებს, აუცილებლად ამ სიტუაციაში ეს მოფიქრების მერე, იმიტომ რომ წინა ტარო კარგი დაჯდა, ხო? ახალ ნაბიჯებსაც ნიშნავს. მოკლედ ჩემო კარგებო, ისევ აი როგორც გ-ასო ლარნაკზე, ისე ამოვიდა აქ გ გასაღები, ასევე м-ასოსაც გავს ჩემო კარგებო. იცით რა არის? აქ ამოდის სამი თავი ნიორი ამოვიდა წარსულიდან, ესე იგი ისეა ვიღაცა აქ გამწარებული ურთიერთობაშია გამწარებული, იმიტომ რომ თევზია და სახლი და თევზი, აი ერთად დაჯდა, მოკლედ გადაკრულია, მაგრამ თევზს აქვს ორი კუდი და არა აქვს პირი. ესე იგი, ვიღაცამ ისე იერშმაკა, რომ აი ამ თქვენ მამაკაც, ვიზეც ეს რეზონირდება, ან სახლში ჩაკეტოს, ან
სახლში რომ არ მივიდეს, გარეთ რო იყოს სულ მიხვდით ხო? და აქეთ-იქეთ გაცუროს, გამოცუროს, მაგრამ ნაპირი ვერ ნახოს, იმიტომ რომ თავი არ აქვს. აქ კიდე მეუბნებიან, რომ აი ზუსტად ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეს მამაკაცი. ვისაც საუბრები გაქვთ სახლის ყიდვაზე თქვენ მამაკაც ან კარიერა შეიძლება ბიზნესი შეიძლება სამსახური ხო? აი აუცილებლად იქნება მოლაპარაკება შედგება აი ამ იმიტომ რომ შეხვედრა აქ აი 1 და 2 უყურეთ ზიან, მაგრამ ამას ესენი წარსულიდან გადმოდის ახლანდელში, იმიტომ რომ უყურეთ როგორ არის ისევ გასაღები. აქ უკვე 2 მზეციური მეუფე ყავს ჩვენ. ჩვენ აი ეს ანგელოზი ტყუილა კი არ მოვნათლეთ და დავსვით აქ ხო ჩვენ და სამყარო უკვე ჩაერია. შეიძლება ჩემი გამომწერებო ვინც უკვე წმენდები გააკეთეთ მამაკაცზე თქვენ ურთიერთობაზე, აი იმ შემთხვევაში უკვე წინ გადმოვა და ისეთ ვარიანტშიც წინ გადმოვა. სიტუაცია 33, 33 წლის შეიძლება ყავთ ვინმე და შეიძლება იცით რა არის ქაფი ამოვიდა, აი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, ენა ესე იგი ბუდიშ და ლამის მუწუკები ამოვიდეთ, აი ნამდვილად ზიან და თქვენს ურთიერთობაზე, თქვენ მამაკაცზე ნათია წერია, ანა წერია, მიშა წერია. აი აქ ვინც ახლა დავასახელე, კარგი წერია. ესე იგი რაღაცა თანხმობა იქნება, მიხვდით ხო? რაღაცა კარგი თანხმობა იქნება, რომელიც ესე იგი, უყურეთ, კიდე მატარებელი დაფიქსირდა. ხედავთ, აი ჩუქუ მატარებელი. ანუ ტარო მეორდება, აი თქვენ წინ ვიღებ ხო და თქვენ წინ იმაშუები, ტარო მეორდება, აუცილებლად გადადგავს ნაბიჯს, ან შეხვედრა გინდათ, მოხდება შეხვედრა, აუცილებლად მოხდება. რაღაცა პატარა წინააღმდეგობები ხდება არის, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ ახლა 33 ნუმეროლოგიაში 6-იანს ნიშნავს, ხო? გზაც არის, ხო? მაგრამ 6-იანი მოდი ახლა ცოტა აქ შეფერხებებიც რო დავინახე, აი ამ წარსულიდან უნდა გამოიძრეს და გამოძრება აუცილებლად ამ ვიდეოს ყურების მერე. გზები ამოვიდა, გზაჯვარედინები, შეიძლება გზაჯვარედინზე აქვს რაღაცა წარსულიდან გაკეთებული მიბმა, კი 5-იანი და ისევ 2 ადამიანი, მაგრამ ეს 2 ადამიანი, ეს უკვე სხვა არის ახლანდელში, ზიან იცით რა არის, რგოლები რო ქონდა, ადრე სათამაშო თაგუნიები რო იყო, ხო იცით რო დადიოდა. აი ეგეთი თაგუნია, ესე იგი რო წყვილმა რო დაკარგოს ერთმანეთი, რო არ შეხვდეს ერთმანეთს, აი აქ ამოვიდა დიდი ქალის ჩექმა, ან ვიღაცას აქვს აი პრივაროც რო ეძახიან, ეგ გაკეთებული და გზებზე აურია ან გზებიდან, ან ისევ იქ მიდის, ან აღარ უნდა მამაკაც და მაინც ვერ გაუგია რა უნდა, ხო ხდებით, არც იქითაა, არც აქეთ უყურეთ, აი ეს სიტუაცია დაფიქსირდა ფეხები, აქეთ-იქეთ რო ახედავთ? და ნაბიჯები, აქ ვიღაცას ნაბიჯებზე აქვს კიდე, ნაკვალევზე აქვს კიდე ჩაკეტვა გაკეთებული გოგოებო. ხო, კიდე რა ამოვიდე ხა ახლანდელში. გადავიდეთ ახლო მომავალში, ჩემო კარგებო. ახლო მომავალი მეკითხებიან, აი მწერენ მე WhatsApp-ზე, როგორ რეზონირდება, რა ყველაზე რეზონირდება. თუ გინდათ რომ ნამდვილად რეზონირდეს, რაღაცა ლარი მაინც დარიცხეთ ხოლმე თქვენთვის ისევ, რომ რეზონირდეს, ხო? და რომ ეკითხებით ნინია ყავას შენ სვავ და ისე, აბა თქვენ ხوار დაგელოდებით საყვარლებოდ, რომ დალიოთ და მე ის მომაწოდოთ, კამერაში მომაწოდით ჭიქას და მე ჩაგიხედავთ, ცოტა ლოგიკა შორსაა, ხო? ხო და კი, ნამდვილად ვიზეც არ რეზონირდება, ახლა არ ყველაზე ხო არ რეზონირდება, მაგრამ ბევრზე წაიკითხეთ კომენტარები, რეზონაცია აქვს ჩემს გაშლებსაც და ჩემს ყავას ჩახედვასაც. ხო, 15 დაიმახსოვრეთ, ეს კარგი სიტუაციები არის, ესე იგი არის ეს 15 ტაროში არის ბაშნია, ესე იგი
როგორ იცით, საერთოდ ეშმაკის ციფრია, რიცხვია 15 და აი გამოდის აი ამ სიტუაციიდან, გამოდიხართ, ორივე გამოდიხართ, აქ მე ეს კუბო ამოვიდა, არ შეგეშინდეთ, ეს უკვე წინაპრები გელაპარაკებიან, რომ ჩვენ უკვე თქვენ გვერდით ვართ და ქვევიდანაც გეხმარებიან, ზეციდან უყურეთ, აი ესენი რომ აი ეს ამათი დახმარება ხო გითხარით და აქ კიდე ქვევით, ხო? აი ამაშია, აი სასახლე, აი ამ აქედან გეხმარებიან, ნუ გეშინიათ, იმიტომ რომ აქ მეორედ კურდღელი დაფიქსირდა. აქ არის ძალით ხელოვნური შიშები ჩადებული და გაწმინდეთ ნეგატივის წმენდა ხომ აქვს არა? მამაკაცზე. მე დავამატებ გოგოებო, მერე და ბიჭებო, ვინც ახლა უყურებთ, ისე ინტერესით, ხო? თქვენზეც უყურეთ, ეს თქვენზე რეზონირდება ბიჭებო, ეს თავისუფლად შეიძლება. უკვე ესე იგი ორ ვარიანტზე გადავალ, იმიტომ რომ გავიზარდეთ უკვე მიხვდით, ხო? და ამას გავაკეთებ ხოლმე, გასიამოვნებთ მაგით. იცით რა არის? აი აქ დგას თხუნელა რა შვება სასახლესთან და თქვენს სახლებთან დგას. აი რამოდენიმე სახლია და დგას. კორპუსიც ისე კერძო სახლიც არის, იცით რა არის? მეზობელი ჭამთ, მეზობელი და შუაში აქვს რაღაცა შეფერხება, რაღაცა გაჭედვა აქვს. ესე იგი, ან ვეღარ მოდის ბუმერანგი დაუბრუნდა და თქვენამდე ვეღარ მოდის. მე რომ აქვს ეს დაუბნიე მოიშორე მტერი გზა, ხო? ეს ვარიანტიცაა. ან კიდე როგორ არის, იცით, რაღაცა ადრე გააკეთა და ეხა შორიდან გიყურებთ, მაგრამ შუამდეა მოსული, არც ისე შორს არ არის, რომ აბა როგორ ხართ, რა სიტუაციაა თქვენს შორის, მიხვდით, ხო? ან თქვენს მამაკაცის შორის, აი ესეც ამოვიდა. კარგით, ეხლა ჯერ ამოვიღებ ეხა მე კიდე მესამე ტაროს, ხო? მისი ცხოვრება, მისი ფიქრები თვითონ გადმოვარდა, ოპა. გოგოებო, ორი ცალი გადმოვარდა. კარგი, სამყაროს ესე უნდა, რახანთ ესე უნდა, მოდი გავაკეთოთ ესე, ხო? ჩვენ დავემორჩილოთ, ხო? ხო, მოდი ჯერ ავხსნი ნახეთ როგორი ეს არის ნეგატივია რომ მიჭერს აი ამასთან ავხსნი ნახეთ უკვე მოდის უკვე შეხვედრა ნახეთ საჩუქრით მოდის ყვავილები რა არის დიდხნიანი ურთიერთობა უნდა თქვენთან მიხვდით ხო და აპირებს კიდეც ეს ნაბიჯები უნდა მეთქვა და აგერ სამყარომ გადმოყარა თვითონ სამდროში აქაც სამი ადამიანი ამოვიდა აქ ეხა ხუთიანი თასებია ეს არის მისი გული მის გულში რა არის იცით შეიძლება ეხა მე ამას ორ ვარიანტად აგიხსნით რომ ისევ წარსულიდან ქაჩავს ვიღაცა ხვდებით ვიღაცა წარსულიდან ქაჩავს და აი ზუსტად ეს ვარიანტია გოგოებო აქეთ იქით ფეხები რომ ვერ გაურკვევია თვითონაც სად წავიდეს და როგორ გააკეთოს მიხვდით ხო იქ ერთ უკან აღარ უნდა წინ უნდა მაგრამ ეს ქაჩავს მიხვდით ხო ნახეთ ფეხი როგორ აქვს დარჩენილი აქვს ფეხი ხო ორ ადამიანს შორის არის და მეტოქეები ჩხუბობენ ეს შეიძლება წარსული მეუღლეც არის და манипулირებს ახლა მენტალზე და აფიქრებინებს რომ აი ეუბნება რომ აი ეს ამასთან არ იქნები ბედნიერი ისე უნება იმასთან არ იქნები და მიდის ესეთი სიტუაცია მიხვდით ხო ესეთი სიტუაცია ამოვიდა და ეს უნდა მეთქვა ზუსტად მისი გული და ამოვიდა კიდეც სამყარომ გადმოყარა თვითონ ორი ტაროს ბანკო მოდით ახლა ესე ვიტყვი მე გულში რა არის და ნაბიჯებს აქ დაგიტოვებთ გულში იცით რა არის არც შავია და არც ნორმალური სიტუაცია აქვს კი მაგრამ აი ეს კლიტე ამოვიდა ზუსტად ახლა დაგანახებთ ღმერთო ჩემო როგორ იდენტურია აი ამ ქალის მას შლაპა ქვია ხო შლაპას დააკვირდით დაიმახსოვრეთ აი ამის და აი ეხა ჩაგახედებთ უყურეთ აი აქ ჩაიხედეთ აი იქეთ აქ ლენტები იქეთ აი მარჯვენა მხარეს ქალი დგას ესე დგას კაბით უყურეთ როგორ რეზონირდა
აი მე რო ზოგი სკეპტიკოსი რო ამბობს არაფერი როგორ არ არსებობს აი უყურეთ გაიარონ ვისაც არ სჯერა ხო აი ზუსტად ეს ქალბატონი ამოვიდა ჩემო კარგო იცით ეს ქალბატონი ამოვიდა კი ზუსტად ის უკან ყვავილებით ურტყავს ხო ესე იგი ბედნიერებას ნუ მირღვევო ხო ხდებით ჩემიაო ეს ბედნიერება ჩემიაო ამ თქვენს მამაკაცზე იწევა ხო ხდებით არა გაასაგებია აქ უკვე ნამდვილად მეტოქე დაჯდა იგივე კაბით ამოვიდა მაგრამ აქ რა ხდება ეხა ფეხებში ვნახო რა აქვს არა ეს უკვე ჩაიკეტა უყურეთ მეტოქეს ჩაკეტვა არის რომ წავიდეს ურთიერთობიდან ბევრი ვარიანტებია რა ერთ თემაზე ხოლმე მე ესე ვაკეთებ რომ იმ იქედანაც გიშველოთ და აქედანაც გიშველოთ ხო და აქ ამოვიდა ეხა გეტყვით ესე ხ არის ჰერმესი ხ და ნასოც არის მიხვდით ხო რუსული და ხც არის და ამოვიდა ისევ 33 ესე იგი აქ ნამდვილად იყო აქ პრივაროტი გაკეთებული სასიყვარულო თქვენზე არის გაციება და მე მამაკაცის წაყვანა აი ესეთი თემა მოხდა კარგი აბა რა იქნება რას გადაწყვიტავს ხო მოდი რას გადაწყვიტავს ნახოთ კლოუნი დაიხატა, ანუ რიჟიკა დაიხატა გულში, ნახეთ როგორი წარბები აქვს, ხედავთ? აი, როგორი გაბრაზებულია ესეთი სახით, თეთრი სახით. დაიხატა კლოუნი, ესე იგი, ეს მამაკაცი მიხვდა, რომ გულში, ესე იგი რა, რომ ესე იგი ძალიან ცუდად ეთამაშება ვიღაცა, ან ცხოვრება მეთამაშება, ცხოვრებასაც აბრალებს, ეხა ესეთი სიტყვები მომდის მეუბნებიან. და რა არის, იცით, სამიანი და აქეთაც სამიანი დაუჯდა, ესე იგი კლოუნიზმი მორჩა, დამთავრდა კლოუნიზმი, მიხვდით ხო? აი აქ უკვე არის უკაცრავად და სექსუალური ფიგურებია, მიბმა ნამდვილად არა მარტო სასიყვარულო, სხვანაირი მიზიდვა გაკეთებული, რომ წავიდეს ადამიანი იქეთ. და ეხლა ვნახოთ, აბა რა იქნება აი ეს კლოუნიზმის მერე, ახლო მომავალში, აი აქეთ, აი ეს. რა იქნება და უყურეთ, აი ეხლა გეტყვით, რომ თითქმის იდენტური აღმერთო, მაღალო, დიდი მადლობა, როგორი ის არის რეზონირება რა. თქვენ წინ ხდება ყველაფერი, ხო? ეს წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი ვისთაც ჯერ არ ახართ შეხვედრილი და ან განშორებაა და შორს არის, მოდი ესე ვთქვათ. მაგრამ ხართ ერთად. აი უყურეთ, სამ დროში, 1 2 4 დროში ეს თავისი გულში, ფიქრებში, ქმედებებში, ეს არის ნაბიჯები, მოქმედება. რა თქმა უნდა, ეს ხართ უკვე თქვენ, მაგრამ შეიძლება კიდევ ვთქვი, რომ ეს ნიშნავს, რომ ცოტა შორს ხართ, ან შორს არის ადამიანი და ან განშორების მერე უყურეთ, მოდის ნაბიჯებს, ესე იგი, კლოუნიზმიდან გამოდის და მოდის თქვენთან. მიხვდით? თქვენთან მოდის, გოგოებო. ბიჭებო, თუ usmეთ, გაითვალისწინეთ ეს სიტუაცია, უყურეთ, აქ ამოდის ჯოხიც უჭირავს, იცით, აი ჯამრთელი და უკვე მყარნაბიჯებს დგავს, მყარნაბიჯებს მიხვდით ხო, კვერთხიც უჭირავს, აქ ორმაგად დაჯდა ხო. და ახლო მომავალი, ეხა გეტყვით, აი უყურეთ, აი აქ რომ ეს ლამპიონებია ხო, აი ზუსტად ეგეთი, აი ესეთი აქეთ იქეთ ნახეთ, ეგეთი ლამპიონები, ხედავთ? აი, ლამპიონები, აი აქეთ იქეთ. აი ესეთი ლამპიონები, ნახეთ? ხო. ანუ დგავს ნაბიჯი ჩემო კარგებო, ეხლა შეიძლება ნუ გეტყვით რომ რაღაც 99 არა 90% გეტყვით რა რომ აი ნამდვილად ვარიანტი ესე იქნება აქ აუცილებლად იქნება შეხვედრა და აუცილებლად იქნება ამორჩევა გზა თქვენსკენ იმიტომ რომ ამ ადამიანს იქ აღარ სიამოვნებს მიხვდით ხო აღარ სიამოვნებს და მოდი რა დარიგებას გვეტყვის რა უნდა რომ მოვა ან როგორ უნდა მოიქცეთ აი რა დარიგებას გვეტყვის სამყარო ხო და ანგელოზები აი თქვენს ახლა ნახეთ მე შემიძლია დღეს აღარ იმას აქვნა ტარო და თუ ორი გადმოვარდა ნახეთ ისე
ნუ ესე უნდა სამყაროს და აი ამ ანგელოს უყურეთ. აი ესე უნდა. მორჩა. ხო, ისევ ორი, რა თქმა უნდა, მოდის ჩემო კარგებო, აბა რა სიზავს, ნახეთ, თქვენსკენ მოდის თან, უყურეთ, თქვენსკენ მოდის, ძალიან ჩქარა მოდის, ძალიან. ნახეთ. აი თქვენს წინ ვიღებ, ხო? შეიძლება მანქანაც იყიდოს, შეიძლება ტრანსპორტი იყიდოს, შეიძლება ესეთი სამსახურიც აქვს, გადაადგილება, შეიძლება სამსახურის მანქანაზე ზის, მიხვდით, ხო? აი ესეთი თემა მოვიდა რა. აუცილებლად ძალიან ლაღი და ძალიან ლამაზად, რომ არანაირი წინააღმდეგობები არ აქვს, მიხვდით, ხო? საერთოდ არ აქვს. თან აქ დროშასავით უჭირავს, აქ აი აქ ზემოთ ნახეთ. აი აქ უჭირავს, ნახეთ. წითელი ესეც სიყვარულია. ეს არის არა მარტო სიყვარული, ეს არის ტოლვა აქვს თქვენსკენ და ამას რა ჯობია რომ კაც ტოლვაც აქვს და სიყვარულიც აქვს, ხო? და რა თქმა უნდა, შეხვედრა ამოვიდა. ოჯახში, ოჯახებს გარეთ, ნახეთ, ერთად წასვლა, ერთად ხალხმრავლობაში მოხვდებით, აქაც მატარებელი საათი აქ უჩვენებს 7-ს გენაცვალე 7-იანი კარგი ციფრია. მიხვდით ხო, აი ძალიან კარგი სიტუაცია შეგექმნათ და დამთავრდა აი ესეთი გაშლით მეგობრებო, შეხვედრა იქნება და მაინც ავიღე. აი მაინც ავიღე, ავწიე და რაც გამოჩნდა ის ავიღე. დარიგება, წმენდები ისევ და ისევ, ჰარმონია შეინარჩუნეთ, კარებები ღია გაქვთ, ახალი გზები რო გინდათ, ისევ წმენდები, ანგელოზებს უფალს შესთხოვეთ, ყველაფერი კარგი, ხერუვიმები და სერაფიმები თქვენს გვერდზე არიან სიყვარულის და ჰარმონიის ანგელოზები, აი ამ ანგელოსთან ერთად ეხლა გემშვიდობებით, გაგაცილებთ, აი ესე რეზონირდეს ყველაფერი და ძალიან მიყვარხართ და მომავალ შეხვედრამდე. ლინკს მეორე არხის ლინკს დავდებ, იქ მეორე არხზე შევცვალე ფოტო, ფისუნიას თავია, თავიდან რომ ედო, არ შეგეშალოთ, არ შეგეშინდეთ, მე ვარ. და კარგ შვრებით რომ წერთ ხოლმე აი ეს ახალი გამომწერებიც, რომ აი ნინია ეს თქვენ ხართ და ესე და ეს კი, გელოდებით ყავაზე, გელოდებით პირადად დიაგნოსტიკაზე, რიტუალებზე და ასე შემდეგ. მომავალ შეხვედრამდე გვიყვარდეს ერთმანეთი.